დღეს უნდა წავიკითხოთ კორინთელთა პირველი კორინთელთა ეპისტოლის მე-9 თავი. წავიკითხოს ესე წამოწდება ხოლმე რა. ძირითად საკითხებზე გავუმახვილოთ ყურადღება. აქ ამ თავში საუბარია ქრისტიანულ თავისუფლებაზე და მის გონივრულ გამოყენებაზე. ახლა ზოგადად ყველა ადამიანს ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება ახლა რა. ჩვენ ყველას გვაქვს თავისუფლები ვართ ჩვენ არჩევანში. ყველა ჩვენთაგან შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რისი სურვილიც გვაქვს. ხოსია რა. რა თქმა უნდა, ახლა არიან ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება აქვს შეზღუდული, ზოგი ესე იგი პენიტენციალურ განყოფილებაში არის რა, დაწესებულებაში და რაღაც გარკვეული შეზღუდვები აქვს. რა თქმა უნდა, გარეგნულად შეიძლება რაღაცეები შეგვეზღუდოს, მაგრამ შინაგანად თავის ან გონებით და აზრებით ყველა თავისუფალი ადამიანი და რაც უნდა ის გააკეთებ. უბრალოდ აქ არის თავარი ერთი რამ, რომ ადამიანმა ის თავისუფალი ნება უნდა გამოიყენოს გონივრულად რა. და იგივე გონებას როცა ვამბობთ და ჩვენ თავისუფლები ვართ ხო რა, ჩვენც ვალდებულები ვართ, რომ იმ გონებაში და რაღაცებს ყველაფერს საზღვარი დავუდოთ, როგორც პავლე მოციქული კიდეც ერთ ადგილზე წერს, რომ ადამიანისთვის ყველაფერი შესაძლებელი, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის რა. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს და ეს უნდა ვაკეთოთ და აქ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გამახვილებული ყურადღება, საკითხი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აღქოლებს. ხო და ეს საკითხი ეხება სასულიერო პირების მიერ თანხის აღებას ახლა რა. ხო? ჩვენ ალბათ ყველას შევხედრივალთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ახლა მე მაგალითად ერის ადამიანი რო ვიყავი, მქონდა იყო ჩემ პრაქტიკაშიც ასეთი, რომ ერთ-ერთი წესის დროს ფული მოგთხოვეს. მე მაშინ სტუდენტი ვიყავი. ხო და რაღაცა ძალიან უხერხული სიტუაციაში იქნა რა. ანუ იმდენი რაღაცა მოგთხოვეს, რომელიც არ ქონდა ჩვენ ახლა რა. ამ შემთხვევაში რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას? და მე-13 მუხლ წაგიკითხავთ ახლა. რას წერს პავლე მოციქული? არა უწყითა რამე თუ რომელი იგი ბაგინსა მსახურებდნენ, ბაგინისაგან ჭამიან. ანუ ის ვინც ემსახურება საკურთხეველს, ემსახურება რაღაც ამ მსახურებას აღასრულებს, იქიდან ჭამს რა. მაგალითად ძველ აღთქმაში ასეთი წესი იყო და მეორის ჯულისაში წერია ამის შესახებ ასეთი რაღაცა. მეორის ჯულისას 25 თავის მე-4 მუხლში წერია. ხარსა მიკალოესა პირსა ნუ დაუკრავ. აქ რაზეა საუბარი? ესე იგი, როდესაც ხარი, რომელიც ლეწავდა კალოს, პირი არ ქონდა აკრული. ის ჭამდა, რომ ძალა ქონოდა იმისა, რომ გადაელეწა რა. ეს გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება, რომ სასულიერო პირი, რომელიც ღმერთს ემსახურება, რომელსაც არ აქვს უფლება წესით ახლა, რომ საერო სამსახურით დაკავდეს, არის რაღაც გამონაკლისი, მაგალითად პედაგოგიური მსახურება შეუძლია, რომ სასულიერო პირმა გაძიოს ახლა რა. აქ მე ვსაუბრობ, რომ მაგალითად სასულიერო პირმა არ უნდა იმუშაოს მაშინ რა ქვია, კაზინოში სიტყვაზე რა და ასე შემდეგ, კიდე სხვადასხვა რაღაცეებზე. ხო და ანუ სასულიერო პირმა მაშინ როგორ უნდა იარსებოს, ხო? აქედან გამომდინარე არის ესეთი მოცემულობა, რომ სასულიერო პირი არსებობს შემოწირულობის ხარჯზე. ოღონდ აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და საკითხია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს საკითხი მდგომარეობს შემდეგში, რომ სასულიერო პირმა არ უნდა მოითხოვოს ფული. წესებში ფულის მოთხოვა არ შეიძლება, მაგრამ თუ ადამიანს აქვს სურვილი და რაღაცა შესაძლებს გაიღებს, რა თქმა უნდა, ახლა ეს შესაძლებელია. უბრალოდ არ შეიძლება რომ წესში ფული მოითხოვოს ადამიანმა რა. არავითარ არც ერთ წესში ღმერთს არ აქვს უფლება რომ ფული მოითხოვოს. გამიგეთ? მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ სასულიერო პირი ჩვეულებრივი ადამიანია, ძველი აღთქმის ეკლესიაშიც, ძველი აღთქმის მღვდლები საზრდოობდნენ იმ შესაწირით, რომელიც შესაწირსაც ადამიანი ეკლესიისთვის გაცემდა. აი მოკლედ ეს არის. და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რა შეიძლება და როგორ შეიძლება ახლა რა. ფულის მოთხოვნა მაგალითად ზოგი ამბობს რაღაცა მიზერული თანხის მოთხოვნაც კი არ შეიძლება რა, არ შეიძლება. მაგალითად ერთ ადამიანს ჩემთვის უთქვია რომ ერთმა სასულიერო პირმა ფული მომთხოვაო ახლა და რომ რაღაცა გარკვეული თანხა მომთხოვაო, ასეთი რაღაცა მითხრა. ამ დროს მე რატომ მომთხოვაო რაღაც უხერხულობაში იყო ეს საკაცი ჩავარდნილი? მე შეიძლება მეტი არა, ეს ნამდვილი ამბავია.
ნამდვილი ამბავია, უბრალოდ ამ კაცო იმდენი რომ თქო რა შეიძლება მეტის მიცემა მინდა მეო ახლა რა და ამიტომ მოკლედ ეს მოცემულობა არის ახლა რა. მაგრამ პავლე მოციქული ასეთ რაღაცას ამბობს. კი წერს რომ შესაძლებელია სასულიერო პირმა მოკლედ ისარგებლოს და მიიღოს რაღაცა, გარკვეული რაღაცა, ნუ შესაძლოა გულისხმობ, თუ ადამიანს ამის სურვილი აქვს, მაგრამ პავლე მოციქული მე-15 მუხლში ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს, რომ ხოლო მე არაი ვიხმი ამათგანი. ანუ პავლე მოციქული ამბობს, რომ მე ამასაც არ ვაკეთებდიო რა. ანუ პავლე მოციქულმა ამაზეც კი უარი თქვა, რა თქმა უნდა, ახლა სასულიერო პირები და პავლე მოციქულს არც ოჯახი ყავდა, არც შვილი და ის თავის ხელით შრომობდა, ახლა ჩვენ ვიცით, რომ მანიცვე და კარვის გაკეთება, აკეთებდა კარვის საყიდდა რა. ამით არსებობდა. უგით ასეთი რაღაცა იყო რა. აქ ახლა ერთი მნიშვნელოვანი მომენტია მე-22 მუხლში არის ერთ საინტერესო თემაზე საუბარი, რომელმაც შეიძლება ზოგიერთმა არასწორად გაიგოს რა. და ახლა შევეცდებით რომ მცირე განმარტება გავაკეთოთ. პავლე მოციქული ამბობს, რომ ვიქმენ ხურიათა თანა ვითარცა ხურია. რაითა ხურიანი შევიძინე. ჯულსა ქვეშემყოფთა ვითარცა ჯულსა ქვეშემყოფი. რაითა ჯულსა ქვეშემყოფნი შევიძინე. უჯულოთა თანა ვითარცა უჯულოი. არა უჯულოი ვიყავ ღვთისა, არამედ ჯულიერი ქრისტესი, რაითა უჯულონი შევიძინე და აქ ერთ მნიშვნელოვან რაღაცაზეა გასამართლებელი ყურადღება, თუ ჩვენ ახლა მე-20 მუხლს წავიკითხავთ და ამით ვიღაცა შემოვიფარგლებით, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ანუ ხურიების, ანუ ებრაული რჯული უნდა მიიღოს ადამიანმა, და ძველი აღთქმის წესებს უნდა მიდიოს და მეც არაფერს, ანდა უჯულო უნდა იყო, მაგრამ აქ პავლე მოციქული აკონკრეტებს, რომ უჯულო კი არ ვიყავი ღვთის მიმართო. ანუ ჯულიერი ქრისტესი, უბრალოდ აქ რაზეა საუბარი. იმისთვის რომ ადვილად გავიგოთ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ ახლა რა. რომ ადვილად მიეტანათ მოციქულებს ღვთის სიტყვა ადამიანებთან, ისინი ცდილობდნენ რომ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრათ რა. თუ თქვენ გახსოვთ ახლა წმინდა წერილში ხშირად წერია იგავები მთესვარზე, მერე იქ მებადურმა რო გადააგდო ბადე და იქ რო თევზები ამოიყვანა, როგორც განმარტებელები ამბობენ, იმისთვის რომ ადამიანების ჭეშმარიტება მიეტანა ჭეშმარიტების შესახებ სწავლება, მაგალითად მიწის მხნელთან საუბრობდა ისე როგორც მიწის მხნელისთვის და მთესვლისთვის ადვილად გასაგები ყოფილიყო. კაცი რომელიც თესავდა, ხო იცოდა რომ დათესავდა, ზოგი თესლი შეიძლება დავარდნილიყო გზაზე და ის თესლი დაკარგულიყო. ხო შეიძლება ასე. ან ეკლებში ჩავარდნილიყო და ეკლებს არ მიეცათ საშუალება თესლი გაზრდილიყო. ანდა შეიძლება ისეთი თესლი რომელიც დავარდებოდა ნოყიერ ადგილზე და ხო იცოდა ახლა ეს და აქედან გადატანის მნიშვნელობით მაცხოვარმა უთხრა იმათ რისი მიტანა მათ უნდოდა. ასევე პავლე მოციქული ასე ამბობს, რომ როცა მიხვალდო ებრაელებთან რა და არ მოკიცხო და არ გაწიო გვერდზე იმის გამო რომ ებრაელია და იუდეველი. თუ შენ გინდა ქრისტეს სიტყვა მასთან მიიტანო, დაჯექი ესაუბრე, მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ იმათი ჯული მიიღო. ანუ ღვთის ჯული მიიტანე მათთან, მათთვის გასაგებ ენაზე. მაგალითად, ებრაელს ესაუბრე, ებრაელს დაუწყო შენ საუბარი, იონე ოქროპიერი ასე წერდაო, ის ვერ გაიგებს. იმიტომ რომ იონე ოქროპიერი არ არის მიუღებელია, იმიტომ რომ მათ წმინდა მამები, როგორც ასეთი არ წამთ და ამბობენ ესე რა წმინდა მამები, რა ახალი აღთქმის ეკლესია. ებრაელებთან რომ მიდიხარ, უნდა ისაუბრო ძველი ჯულიდან. ხო ესეა? წინასწარმეტყველების ხო წამთ, ფსალმონის ხო წამთ და წერილისა ხო წამთ და იქიდან, ანუ ძველი აღთქმის წიგნებიდან უნდა აჩვენო იმას, რომ ქრისტე რომელიც მოვიდა და მათ ჯვარზე გააკრეს, ის მესია იყო, რომელსაც ელოდებოდნენ რა. რომ წახსულიყო მაგალითად რომ მივიდოდა პავლე მოციქული წარმართებთან რომ დაიწყო საუბარი, რომელსაც კეფთაყვანისმცემლები იყვნენ, ხო? მათთან რომ დაიწყო საუბარი ჯულზე, ფსალმზე და წინასწარმეტყველებზე, მათ არ წამდოთ ის და როგორ გააგებიებდა. ისინი პავლე ესაუბრებოდა მათ ისე რომ მე ქრისტეს ჯულზე მიიყვანა და პავლე მოციქულის ქადაგების მაგალითი სად არის მოცემული, ხო გახსოვთ? საქმე მოციქულთაში, როცა შედის არიობაგში, რას აკეთებს? წარმართები არიან სულ ყველა, კეფთაყვანისმცემენ, პავლე მოციქული მიწევს კი არ ვთქვი თქვენ შემსახურებითო. შეაქო რომ თქვენ მოშორნე ხალხი ხართო რა. ემსახურებითო თქვენ ღმერთებს, არ ეუბნევა რომ ღმერთებს და ასე შემდეგ. ანუ აქ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ადამიანს უნდა ესაუბრო მისთვის გასაგებ ენაზე
იმისთვის რომ შედეგი მიიღო რა. ხო და აქ ერთი მაგალითიც მოყავს ახლა სპორტული თამაშები დღეს უდა აქტუალური მომენტია დღეს ახლა ხო რაღაც ჩემპიონატია რომელსაც ყველა ადამიანი ყურობს ახლა და პავლე მოციქულს ასეთი მაგალითი მოყავს 24-25 მუხლში და არა უწყითა რამე თუ რომელი გასპარესა მაშინ რბიეთ ყოველივე რბიეთ ხოლო ერთმან მიიღეს ნიჭი ესეც ბრიოდეთ რაით ეწინეთ ხო იმისთვის რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოსო უნდა ივარჯიშოსო ხო ასეა თუ ჩვენ გვინდას მივიღოთ სულიერი წარმატება, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სულიერად გაჯავსაღდეთ და ამისათვის უნდა ვებრძოლოთ ბოროტს, რომელიც ცდილობს ჩვენს ცნუნებას და სწორი გზიდან გადაყვანას რა. აი, მაგალითად, სპორტულ თამაშები და აქ რატო ამახვილებს სპორტულ თამაშებაზე ახლა ყურადღებას. კორინთოში გავრცელებული იყო ერთი თამაშობები. სადაც გამოდიოდნენ ადამიანები ამა თუ იმ სპორტულ სახეობაში და ისინი ცდილობდნენ რომ გამარჯვება მოეპოვებიათ რა და კორინთელები ამას უყურებდნენ და როგორც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ თესველზე, მებადურზე და ასე შემდეგ პავლე მოციქულმა კორინთელებისთვის ადვილად გასაგებ ენაზე ისაუბრა და სპორტული თამაშობაში მონაწილე ადამიანის მაგალითი მოიყვანა და თუ ჩვენ გვინდა რომ სულიერი წარმატება მივაღწიოთ, მოკლედ დღევანდელი საუბარი ამით შევაჯეროთ, უნდა ვიცადოთ რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ რომ სულიერი მოკლედ ნაყოფი მივიღოთ რომლის მიღების სურვილი ყველაც გვაქვს ჩვენთაგანს და იმედია ღმერთის შეწირით ყველა ჩვენთაგანი ამას შევძლებთ ამინ